2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველ კლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. 20 მაისიდან კი საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის იურისტის დარეჯან ბურდიაშვილის განმარტებით ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში მისვლას მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, რომლებიც 1 იანვრამდე არიან დაბადებულნი. დაიწყო პირველკლასელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი. 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაცია შეუძლია იმ ბავშვებს და იმ მშობლებს, რომელთა შვილიც დადის სასურველ სკოლაში. ასევე იმ ბავშვს, რომელიც მშობელიც იმ სასურველ სკოლაში თანამშრომელია და 2 ან მეტი ბავშვი მიყავს სკოლაში. ეს რეგისტრაცია ეხება არა მარტო რეგისტრაციას, არამედ საბუთების წარდგენასაც. სკოლაში მისვლის შემთხვევაში უნდა წარადგინოს მშობლის და ასევე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები და ბინადრობის მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში. თუ მაგალითად მშობლის ან ბავშვის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი არის უცხოურ ენაზე, აუცილებლად უნდა წარადგინოს ქართული თარგმანიც.